ისრაელი ემზადება რაღაცისთვის, რაც თითქმის არასდროს გაუკეთებია. და თუ ეს მოხდება, ეს შეიძლება მთლიანად შეცვალოს ძალთა ბალანსი ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. რადგან მაშინ, როცა მსოფლიო ყურადღებას ამახვილებს ღაზასა და ირანზე, ბევრად უფრო დიდი ბრძოლა ჩუმად მიმდინარეობს იუდეასა და სამარიაში, მათ შორის პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისგან შოკის მონგრელი განცხადება. ეს ყველაფერი და კიდევ მეტი დღევანდელ Judacation-ში. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Judacation-ში, JNS TV-ზე. ჩემი სახელია ჯოშ ჰასტონი. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. JNS-მა ამ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანონი, რომელიც მსჯავრდებული ტერორისტი მკვლელებისთვის სასიკვდილო დასჯას ითვალისწინებს, ძალაში შევიდა იუდეასა და სამარიაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა სამხედრო ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ამ ზომის განხორციელებას ითვალისწინებს. განცხადება მოხდა კნესეთის 30 მარტის მიერ მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც იუდეასა და სამარიაში არაისრაელი მცხოვრებლებისთვის სიკვდილით დასჯას ავალდებულებს. სიკვდილით დასჯა შეეხება მათ, ვინც დამნაშავედ ცნეს მომაკვდინებელი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამხედრო სასამართლო დაადგენს, რომ განსაკუთრებული გარემოებები სამუდამო პატიმრობას ამართლებს. ეს კანონი ამოქმედდა და დაჩქარდა 7 ოქტომბრის ჟილეტის შედეგად. დავიმახსოვროთ, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ იურისდიქციებში, მაგალითად იუდეასა და სამარიაში მდებარე სამხედრო სასამართლოებში. ის მაინც ტოვებს სასამართლოს შეხედულებისამებრ გადაწყვეტილების მიღების უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ეს ავტომატური სიკვდილით დასჯა არ არის. და ისრაელმა ისტორიულად პრაქტიკაში თითქმის არასდროს გამოიყენა სიკვდილით დასჯა. ბოლო შემთხვევა იყო ნაცისტური პარტიის ოფიციალური პირი ადოლფ აიხმანი, რომელიც იერუსალიმში 1962 წელს სიკვდილით დასაჯეს ჰოლოკოსტში მის მონაწილეობისთვის. ასე რომ, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის აქ ორი საკითხია. პირველ რიგში, ისტორიულად, ისრაელი მზად იყო გაეთავისუფლებინა არაბი ტერორისტი მკვლელებით ყვეთაგაცვლისას. ბოლო დროს ისრაელმა მკვლელები გაათავისუფლა იმისთვის, რომ ჩვენი მძევლები ღაზადან გამოეყვანა. თუ ისრაელი სიკვდილით დასჯას დანერგავს, მაშინ აღარ იქნებიან ან ნაკლები იქნებიან პატიმრები, რომლებსაც ისრაელი გაათავისუფლებდა, რადგან ისინი უკვე მკვდრები იქნებოდნენ. და ეს დიდი პლუსია. პირადად მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ტერორისტი მკვლელების ქუჩაში დაბრუნების. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამას აკეთებდა ისრაელი. ამ შემთხვევაში ცუდი ადამიანები დაკარგავდნენ ბერკეტს, რადგან ისრაელელების მკვლელები შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ. მეორეც კითხვა ისა, შექმნის თუ არა ეს მნიშვნელოვან შემაკავებელ ეფექტს. ჩვენ გვაქვს საქმე ჯიჰადისტურ სიკვდილის კულტთან, რომელიც მზადაა მოკდეს, თუ ეს ნიშნავს, რომ პროცესში ებრაელებს მოკლავს. შეიცვლიდა თუ არა ტერორისტობის მსურველი აზრს, თუ იცის, რომ თავდასხმის განხორციელების შემდეგ გადარჩენის შემთხვევაში შეიძლება სიკვდილით დასაჯო. მე ვივარაუდებდი, რომ ბევრს ეს არ აინტერესებს და მაინც შეეცდება თავდასხმას. ამის მიუხედავად, თუ ეს კანონი ზოგ ტერორისტობის მსურველს შეაჩერებს, მაშინ ეს კანონი სიცოცხლეებს გადაარჩენს. საბოლოო ჯამში მე აბსოლუტურად ვუჭერ მხარს ამ ახალ კანონს, მაგრამ დრო გვიჩვენებს რეალურად განხორციელდება თუ არა ის პრაქტიკაში და იქნება თუ არა ნამდვილი შემაკავებელი. გავაგრძელოთ. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აღიარა, რომ ისრაელის მიერ შეკავებული საგადასახადო თანხები პალესტინელი ტერორისტების დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული. ეს მოხდა ფათაჰის მერვე გენერალურ კონფერენციაზე გამოსვლისას და ამის შესახებ პალესტინის მედია ვოჩმა გაავრცელა ინფორმაცია. აბასის კომენტარები ადასტურებს, რომ პალესტინის ადმინისტრაციას არ შეუწყვეტია მკვლელობისთვის ანაზღაურების პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ გადახდების სტრუქტურა შეიცვალა და თანხები ახლა სოციალური დახმარების სახელით ნაწილდება. მაგრამ ნუ მოტყუდებით, არაფერი შეცვლილა. მოდით გადავხედოთ პალესტინის მედია ვოჩის ვიდეოს. თუ პალესტინის ხალხის ფული, რომელიც აქამდე გრძელდებოდა, კვლავ გაგრძელდება. გადაჭარბებულის, რომელიც აქამდე გადააჭარბა. ღმერთს გეფიცებით, თანხამ უკვე $5 მილიარდს გადააჭარბა და ამას ვეღარ უძლებთ. ეს ამასაც კი უძლებთ. $5 მილიარდი და ეს ყველაფერი უნდა დაიხარჯოს თანამშრომლებზე და ოჯახებზე და სხვებზე. როგორც აბასი ამბობს, პალესტინელი ხალხის სახსრების გაგრძელებული შეკავება, რომელიც ამ დროისთვის უკვე $5 მილიარდ აჭარბებს. და ეს ყველაფერი უნდა გადაიხადონ საჯარო მოხელეებისთვის, პატიმრებისთვის. პატიმრები, ანუ ტერორისტები ისრაელის ციხეებში. ისრაელმა დაიწყო იმ სახსრების შეკავება, რომელსაც პალესტინის ადმინისტრაცია ტერორისტების ხელფასების გადასახდელად იყენებდა. 2022 წელს, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა 2018 წელს მიიღო მსგავსი კანონმდებლობა.
Taylor Forces Act-ის მიხედვით, ვაშინგტონი ვერ შეძლებს ეკონომიკური დახმარების გაწევას რამალასთვის, სანამ არ შეწყვეტს ტერორისტებისთვის განკუთვნილ გადახდებს და ტერორიზმის საჯარო მხარდაჭერის განცხადებებს. პალესტინის მედიის მონიტორინგის დამფუძნებელმა და დირექტორმა იტამარ მარკუსმა იერუსალიმ პოსტთან კომენტარში აღნიშნა, რომ აბასის აღიარებას მნიშვნელოვანი და საერთაშორისო შედეგები უნდა ჰქონდეს. მარკუსის თქმით, პალესტინის ავტონომიისთვის დაფინანსების გაგრძელების გასამართლებლად დასავლეთის ქვეყნები უარყოფდნენ პალესტინის მედიის მონიტორინგის დასკვნებს, რომ ტერორისტებისთვის განკუთვნილი გადახდების პროგრამა ის პროგრამა გრძელდება და იღებდნენ აბასის ტყუილებს. თითქოს 2025 წლის სექტემბერში ტერორისტების დაფინანსება შეწყნანთება. აბასის გულწრფელი აღიარება კამერაზე, რომ მას პატიმრებისა თუ ტერორისტების გადასახდელად ფული სჭირდება, ადასტურებს პალესტინის მედიის მონიტორინგის დოკუმენტაციას. მარკუსმა გააგრძელა და თქვა, რომ ისრაელი გონივრულად მოიქცევა თუ ამ ვიდეოს გამოიყენებს დასავლეთის ქვეყნებზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა მათ შეწყვიტონ პალესტინის ავტონომიის ტერორის დაფინანსება და არ აღიარონ ეგრეთ წოდებული პალესტინის სახელმწიფო, რასაც საფრანგეთი და სხვა ქვეყნები პალესტინის ავტონომიის დაპირებაზე ამყარებენ, რომ ისინი შეწყვეტენ ტერორისტებისთვის განკუთვნილი გადახდების პროგრამას. პალესტინის მედიის მონიტორინგის მიხედვით გასულ წელს ტერორისტებსა და მათ ოჯახებს საერთო ჯამში 156 მილიონი დოლარი გადაეხადათ, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს. 126 მილიონი დოლარი გადაეხადათ ტერორისტებს, მათ შორის მათ, ვინც ისრაელის პატიმრობიდან გათავისუფლდა, ხოლო 30 მილიონი დოლარი გადაეცა იმ ტერორისტების ოჯახებს, რომლებიც ტერორისტული აქტების ჩადენისას დაიღუპნენ. პალესტინის ადმინისტრაციას დაპირებული ჰქონდა, რომ ოჯახებს საერთო ჯამში 214 მილიონ დოლარს მისცემდა. PMW-ის მიხედვით, დაკარგული თანხების ეკონომიკურმა შედეგებმა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია პალესტინის ადმინისტრაციის საჯარო სექტორში. დასაქმებულებს აიძულეს მხოლოდ ხელფასის მცირე ნაწილით დაკმაყოფილებულიყვნენ, ხოლო საჯარო დაწესებულებებს, მაგალითად სკოლებს, ნახევარ განაკვეთზე ემუშავათ. საბოლოო ჯამში, მეგობრებო, პალესტინის ადმინისტრაცია ფულს ეძებს, რათა ტერორისტებსა და მათ ოჯახებს გადაუხადოს. ეს არის მათი მთავარი პრიორიტეტი და არა სკოლები, საავადმყოფოები ან მშვიდობა, რომელსაც ისინი არასდროს უჭერდნენ მხარს. მათი ნომერ პირველი პროექტია ტერორისტების დაფინანსება, რომლებიც ებრაელების მკვლელობის მცდელობისას დააკავეს. და თუ ტერორისტი ამ მცდელობისას დაიღუპება, მაშინ მისი ოჯახი პალესტინის ადმინისტრაციის ხელფასზე გადაჰყავთ. ეს არის საზოგადოება, რომლის გვერდითაც ვცხოვრობთ, იუდეასა და სამარიაში და მთლიან ისრაელში. ესენი არიან ადამიანები, ვისთანაც თითქოს უნდა დავამყაროთ მშვიდობა. 30 წელზე მეტია. ვუმკლავდებით ამას ყალბი მშვიდობის დაპირებების შემდეგ. დროა ერთხელ და სამუდამოდ ისრაელმა უარი თქვას პალესტინის ავტონომიაზე, უარი თქვას ოსლოს შეთანხმებებზე, რომლებმაც მხოლოდ უბედურება, სიკვდილი და განადგურება მოგვიტანა. მოდით სხვა გზა ვიპოვოთ წინსვლისთვის. სხვათა შორის სუვერენიტეტით უნდა დავიწყოთ. გავაგზელოთ, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა ამ კვირაში ბრძანა ხან ალ-აჰმარის დაუყოვნებლივი ევაკუაცია. ეს არის სადავო იუდეის უდაბნოს სოფელი, სადაც არაბმა ბედუინებმა უკანონოდ ააშენეს შენობები და საცხოვრებლები. სმოტრიჩმა, რომელიც ასევე მსახურობს ისრაელის თავდაცვის სამინისტროში მინისტრის თანამდებობაზე და პასუხისმგებელია იუდეასა და სამარიაში სამოქალაქო საკითხებზე, თავის წარმომადგენელს სამოქალაქო ადმინისტრაციაში დაავალა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ეს ნაბიჯი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს, მისი ოფისის ინფორმაციით. იერუსალიმი წლების განმავლობაში ცდილობდა ამ თემის გადატანას, რომელიც მდებარეობს სტრატეგიულ E1 კორიდორში, იერუსალიმსა და მაე ადუმიმს შორის. ამ კვირაში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ევაკუაცია იერუსალიმის საპასუხო ნაბიჯის ნაწილია. პალესტინის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელსაც ის ადანაშაულებს იმაში, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მის წინააღმდეგ საიდუმლო დაპატიმრების ორდერის მოთხოვნა გამოიწვია. სმოტრიჩმა თქვა, რაც უდავოა, პალესტინის ადმინისტრაცია და მისი ხალხი ამ პროცესის უკან დგანან. მან თქვა, რომ ისინი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოში სამართლებრივი ომის უკან დგანან. მოდით ეს დეტალურად განვიხილოთ. ქანონგარეშე ბანაკი ხან ალ-ამარში მდებარეობს მაგისტრალ ნომერ 1-ის გასწვრივ, იერუსალიმსა და მკვდარ ზღვას შორის. ეს არის პალესტინის ადმინისტრაციის მთავარი უკარი უკანონო დასახლება C ზონაში, რომელიც სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშაა. ეს ყველაფერი 2009 წლის ფაიადის გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც პალესტინის ადმინისტრაცია ამ დასახლებებს არაფრიდან ქმნის. ისინი ამ დასახლებებს სტრატეგიულ ადგილებში შეათავსებენ C ზონაში. ჩვეულებრივ ყველაფერი უკანონო სკოლით იწყება და შემდეგ მის გარშემო აშენებენ. ზუსტად ასე მოხდა აქაც. პალესტინის ადმინისტრაციას კარგად ესმის, რამდენად ცუდად ჩანს, როცა ისრაელი იძულებულია სკოლა დაანგრიოს. ეს სინამდვილეში გენიალური გეგმაა. ისინი საკუთარ ბავშვებს სპაიკებად იყენებენ. ისინი აშენებენ სკოლას, ბავშვებს შეყავთ და შემდეგ მედია მოდის, რომ ფოტოები გადაიღოს.
თუ ისრაელი გადაწყვეტს ამის დანგრევას, ეს ბავშვები ხდებიან მათი მსახიობები ამ ჰოლივუდურ სპექტაკლში. ხან ალ-ამარი არალეგალური დასახლებაა. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ნათლად განაცხადა, რომ ეს არალეგალურია. ეს არც უსაფრთხო ადგილია. ის პირდაპირ გზატკეცილის გვერდითაა, მაგრამ პალესტინის ადმინისტრაცია ამ ბედუინებს, განსაკუთრებით ბავშვებს, იქ სპეციალურად ტოვებს, როგორც პაიკებს, რათა ისრაელის სახელმწიფო მიწა დაიკავონ. აქ კი მინისტრი სმოტრიჩი ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დროა ეს ადგილი დაშალო. ეს წლების წინ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არც ერთ მთავრობას არ სურდა მოქმედება. შესაძლოა, იმიტომ რომ არ სურთ თემის და სკოლის დანგრევის კადრები გამოჩნდეს. მაგრამ სმოტრიჩი ახლა ეძებს გზებს, რომ პალესტინის ადმინისტრაცია დასაჯოს მის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გაცემული საიდუმლო დაპატიმრების ორდერის გამო. რა თქმა უნდა, ის მართალია. რა თქმა უნდა, პალესტინის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, რომ ისრაელი და ისრაელის ოფიციალური პირები პრობლემებში გახვიოს. ასე იქცევიან ჩვენი ეგრეთ წოდებული მშვიდობის პარტნიორები. ისრაელმა ეს არალეგალური სოფელი უნდა დაშალოს. ეს უნდა გააკეთოს, რადგან ჩვენ ვართ კანონების ქვეყანა. თუ ისრაელს მოქმედებისთვის საიდუმლო დაპატიმრების ორდერი სჭირდება, იყოს ასე. ეს იდეალური არ არის და ეს საკითხი წლების წინ უნდა მოგვარებულიყო. მაგრამ დროა, რომ ისრაელმა ერთხელ და სამუდამოდ იმოქმედოს ამ საკითხზე. და სხვათა შორის, არა მხოლოდ ხან ალ-მარში, ისრაელმა უნდა იმოქმედოს მთელ იუდეასა და სამარიაში, რომ დაშალოს არალეგალური პალესტინის ადმინისტრაციის ბანაკები. გავაგრძელოთ. ამ კვირაში შესანიშნავი ამბებია. წლების მუშაობის შემდეგ ამ კვირაში საზეიმოდ გაიხსნა სამარიის ტიბეტის სარკინიგზო სადგური, რომელიც ჩრდილოეთ სამარიისა და ტიბეტის თემებს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან აკავშირებს. სადგურის გახსნა ტრანსპორტის რევოლუციას მოიტანს. ამ რეგიონის მცხოვრებლებისთვის ჩრდილოეთ სამარიის თემები პირდაპირ დაუკავშირდება ცენტრალურ ისრაელს. ახალი სადგური ისტორიულ ეტაპს აღნიშნავს და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ სარკინიგზო სადგურს სამარიის სახელი ეწოდა. სადგური მოემსახურება 10,000-ობით მგზავრს მთელი რეგიონიდან, განსაკუთრებით ავნეი ჰეფეცის, სალით სუფიმის, ეინავის და შავეი შომრონის თემების მცხოვრებლებს. სამარიის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა იოსი დაგანმა განაცხადა, რომ სამარია ტიბეტის სადგური მნიშვნელოვანი წინსვლაა ცხოვრების ხარისხის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, რომ სამარიაში 1 მილიონი მცხოვრები მივიყვანოთ და გავაძლიეროთ კავშირი სამარიასა და თელ-ავივის რეგიონს შორის, ისევე როგორც მთელი ცენტრალური ისრაელისთვის. მან დაამატა, რომ ებრაული თემების საქმიანობა სამარიაში ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია და ასე დარჩება სამუდამოდ. ახლა კი ეს მართლაც დიდი სიახლეა. როდესაც რაიონში ინფრასტრუქტურას აშენებ, სწორედ ასე აჩვენებ მუდმივობას. როდესაც მილიონობით დოლარს აბანდებ რაიონში, ეს აჩვენებს, რომ მომავალზე ხარ ორიენტირებული. სამწუხაროდ ეხლა ვნახეთ, რომ ესე ყოველთვის არ ხდება. 2005 წელს ისრაელმა მთლიანად დაანგრია მთელი ცივილიზაცია, როდესაც 10,000 ისრაელი გავიყვანეთ ღაზადან და ჩრდილოეთ სამარიიდან და იქ არსებული შენობების უმეტესობა დავანგრიეთ. იმედი მაქვს ამ შეცდომიდან ვისწავლეთ. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი სარკინიგზო ხაზი ნამდვილად ქმნის მდგრად საფუძველს ებრაული ცხოვრებისათვის ჩრდილოეთ სამარიაში. ეხლა კიდევ ერთი მუდმივობის მაგალითი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს. ბინამინის რეგიონული საბჭო იუწყება, რომ ნანაში სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც შენდება One Israel Fund-თან პარტნიორობით, სწრაფად მიმდინარეობს. სამედიცინო ცენტრის გახსნა მომავალ წელს არის მოსალოდნელი. საბჭოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ამჟამად ბინამინის მოსახლეობისთვის ხორციელდება და მოსალოდნელია, რომ იგი რეალურ ცვლილებას მოახდენს რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაში. ახალი ცენტრი განკუთვნილია იმისთვის, რომ მოწინავე სამედიცინო მომსახურება უფრო ახლოს და ხელმისაწვდომად გახდეს, რაც შეამცირებს საჭიროებას, რომ კურნალობისთვის, გამოკვლევებისა და სხვა ჯანდაცვის სერვისებისთვის მოსახლეობამ შორ მანძილზე იმგზავროს რეგიონს გარეთ. ამიტომ წარსულში თუ ბინამინში ცხოვრობდი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გჭირდებოდა, უნდა წასულიყავი ისეთ ადგილებში, როგორიცაა იერუსალიმი და ეს თითქმის 1 საათი გრძელდებოდა. ეს სამედიცინო ცენტრი არის გადაუდებელი დახმარებისთვის გამოსავალი. გუშ ეტციონში, სადაც მე ვცხოვრობ, გვაქვს სამედიცინო ცენტრი. ასე რომ თუ გადაუდებელი დახმარება დაგჭირდა, აღარ გიწევს 45 წუთი იარო იერუსალიმის საავადმყოფომდე. ეს შესანიშნავი ამბავია ამ რაიონის მცხოვრებლებისთვის. და უფრო ფართო სურათში, ზუსტად ისე როგორც მატარებლის სადგური, ეს კიდევ ერთი სიმბოლოა მუდმივობის. ეს კიდევ ერთი სიმბოლოა იმისა, რომ ისრაელი არ ჩაიდენს თვითმკვლელობას ჩვენი წინაპრების მიწაზე, პალესტინის ავტონომიის ტერორისტული სახელმწიფოს დაარსებით. შეიძლება ზედაპირზე ეს პატარა ამბად ჟღერდეს, ახალი მატარებლის სადგური, მაგრამ ამ ისტორიებიდან თითოეული დიდი სიახლეა იუდეასასა და სამარიაში მცხოვრები თემების და მთელი ისრაელის მომავლისთვის.
და ბოლოს ამ კვირაში JNS-ში დავწერე სტატია, რომელშიც წერდი, რომ ქნესეთის პლენუმმა პირველ მოსმენაში დაამტკიცა იუდეისა და სამარიის მემკვიდრეობის სააგენტოს კანონპროექტი. ლიკუდის ქნესეთის წევრის ამით ჰალევის ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობის დაწესებას სიძველეებზე, მემკვიდრეობასა და არქეოლოგიურ ძეგლებზე, იუდეასა და სამარიის მთელ ტერიტორიაზე. წინადადების მიხედვით ეს ორგანო იმუშავებს როგორც დამოუკიდებელი პროფესიული ადმინისტრაცია, რომლის ამოცანაც იქნება მემკვიდრეობის ობიექტების მართვის გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია, ასევე მათთვის მიყენებული ზიანის შემცირება. კანონმდებლობა ასევე ისახავს მიზნად, კანონით უზრუნველყოს უცხების საქმიანობის დაფინანსება მემკვიდრეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან. წლების განმავლობაში პალესტინის ავტონომიაში მცხოვრები არაბები ანადგურებდნენ ისრაელის არქეოლოგიურ და მემკვიდრეობის ობიექტებს იუდეასა და სამარიაში. ამას აღსაკვეთად ძალიან ცოტა გაკეთდა. ეხლა ისრაელი ქმნის ახალ უწყებას, რომელიც ამ ობიექტების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. ოსლოს შეთანხმების მიხედვით, რომელიც ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის გაფორმდა, პალესტინის ავტონომიას დაევალა არქეოლოგიური ობიექტების დაცვა მის იურისდიქციაში არსებულ A და B ზონებში. თუმცა პალესტინის ავტონომიამ ვერ შეძლო მასშტაბური ვანდალიზმის აღკვეთა. მქალევემ განაცხადა, რომ 6 დღიანი ომის შემდეგ ისრაელის ადმინისტრაციის პირობებში 59 წლიანი უყურადღებობის შემდეგ ისრაელი საბოლოოდ იღებს ოფიციალურ და სერიოზულ პასუხისმგებლობას თავისი სულიერი და კულტურული საგანძურის დაცვის უზრუნველსაყოფად. მქალევემ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ისტორიულია და წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც ისრაელი პირდაპირ გაავრცელებს ისრაელის კანონმდებლობას იუდეასა და სამარიის ობიექტებზე, ასე რომ ეს ძალიან პოზიტიური განვითარებაა. ჩვენ წარსულში ვისაუბრეთ არქეოლოგიურ ტერორიზმზე, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციის პირობებში ხდება. მაშ, რა არის მათი მიზანი? რა არის პალესტინის ადმინისტრაციის მიზანი? ძალიან მარტივია. იუდეასა და სამარიაში ებრაული ისტორიის ყველა კვალის წაშლა. ისინი ამას ბოლო 59 წლის განმავლობაში აკეთებენ. ეს იერუსალიმშიც ხდება, სადაც არაბებმა ტაძრის მთაზე ებრაული არტეფაქტები გაანადგურეს. ეს მე თვითონ მინახავს. მათ სურთ თქვან, რომ იერუსალიმში ტაძრები არასდროს არსებობდა. ამიტომ ანადგურებენ ყველა მტკიცებულებას. პალესტინის ადმინისტრაციას ამის შეჩერება არასდროს უცდია. დროა ისრაელმა ეს საკითხი სერიოზულად აღიქვას. ეხლა, ეს იყო კანონპროექტის პირველი მოსმენა, ასე რომ ნუ ვიჩქარებთ. კანონად ქცევამდე მას კიდევ 2 მოსმენა სჭირდება. მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ეს ასე იქნება. ჩვენი ისტორია უნდა დავიცვათ უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა, რომ ამ კვირის იუდეას გადაცემაში შემოგვიერთდით. ჩემი სახელია Josh Haston, JNS TV-ის კორესპონდენტი. მინდა მადლობა გადაუხადო JNS TV-ის კულისებში მომუშავე ადამიანებს. პროდიუსერ ბარბარა ჰანამოუს, ინჟინერ არონ როგალენტერს, ზახ სიკერმანს, რაიან ლიშიც, სადგურის მენეჯერ იური სვერეცკის და ვიდეო მონტაჟის ოპერატორ ოლგა სენატოვს. დარწმუნდით, რომ მომავალ კვირასაც შემოგვიერთდებით აქ, გადაცემაში ჯუდეა ოქაჟონ JNS TV-ზე. დაგვიტოვეთ super thanks, გამოიწერეთ არხი და აუცილებლად ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას.